Страна непуганных идиотов. ასე შეგვიძლია ვთქვათ დღეს საქართველოს სამართალდამცავებზე. რატომ? იმიტომ რომ მთელი ქვეყანა ახლა წუწუნებს საქართველოში სამართალი არ არისო. არა და არის. იცით რატომ აქვს სასამართლოს ემბლემას თვალახმეული ქალი? იმიტომ რომ სამართალი ბრმა, სამართალი არის მხოლოდ იმისთვის, ვინც მისთვის იბრძვის. ვინც არ იბრძვის, მაგისთვის ავტომატურად არა. რა ხდება საქართველოში? საქართველოში ყველაფერი მშვენიერია, უბრალოდ ადვოკატურა არის ისეთი უვიცი, ისეთი არაკვალიფიცირებული, რომ ვისი გამოყვანა ციხიდან შეიძლება იმას ეკით შესტენიან. ავიღოთ თუნდაც სააკაშვილი. სააკაშვილი ხო დაიჭერეს ვიღაცის ბინაში. ხო და რას გვეუბნება საქართველოს კონსტიტუცია საცხოვრებელში შესვლაზე? აგერ საქართველოს კონსტიტუცია, სადაც წერია არავის არ აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელში ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ. გადაუდებელია აუცილებლობისას არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომლის შეზღუდვის კანონიერებასაც ადასტურებს მიმართიდან არაუგვიანეს 24 საათისა. სააკაშვილი რო დაიჭირეს, ხო ჩასვეს ციხეში, მაგრამ კერძო ბინაში ხო დაიჭირეს. კერძო ბინაში ხო შევიდნენ. გარეთ ხო არ გამოსულა ის კაცი. ხო და კერძო ბინის პატრონს შეეკითხნენ? შეიძლება თუ არა? რა თქმა უნდა, არავინ არ შეეკითხა. რა თქმა უნდა, საერთოდ აზრად არავის არ მოსვლია. მაგრამ რა მოხდებოდა თუ კი სააკაშვილის ადვოკატები, მათ შორის ერთი რო არის ძიქვაროაცვია, გვარამია, წაუყენებდნენ ბრალდებას იმ პროკურორს, რა არის კონსტიტუციის დარღვევაზე. მაგათ უნდა მიემართათ სასამართლოსთვის არაუგვიანეს 24 საათისა. მიმართეს? რა თქმა უნდა, არ მიმართეს. კი, სააკაშვილს მაგის გულისთვის არავინ არ გამოუშვებდა, მაგრამ ხო გვაქვს კონსტიტუციის ფორმალური ბრალდება. ხო და იმ პროკურორს ამ ბრალდებას 5, 10, 25 წლის შემდეგ ხომ აუცილებლად ცხვირზე აუფრიალებდნენ და ახლა ვერ აუფრიალებენ. რატომ? ეს არ უთქვამთ. აგერ ახლა ციხეში რო ზის ის ტუტუცი ქალი მზია ჟურნალისტი რო არის, პოლიციას რო შემოულაწუნა. ისევ დარღვევა. რა დარღვევა? პოლიციას შემოულაწუნა და მერე რა რო შემოულაწუნა? არ შეიძლება და ადმინისტრაციული დარღვევა არის, მაგრამ არა სისხლის სამართლის. რატომ? იმიტომ რომ სისხლის სამართლის აღძრის საფუძველი არის დანაშაული. დანაშაული არის მაშინ, თუ კი არის ზიანი. ხო და ბრალდების მხარეს პროკურორს გამომძიებელს უნდა დაემტკიცებინათ, რომ იყოს ზიანი. რა ზიანი იყო ჩვენ ამ შემთხვევაში? ისა პოლიციელი ამბობს ამიწითლდა ლოყაო, აწითლებული ლოყა, დიდი არაფერი არა ამაგისთვის ადმინისტრაციული დანაშაული, ან ჯარიმა, ან 2 სუტკით დაპატიმრება. ხო და წელიწადნახევარია რომ ყურყუტებს ციხეში ის ტუტუცი ქალი. რატომ? შარლატანი ადვოკატები ყავდა. რას ნიშნავს ადვოკატის შარლატანობა? ჯერ ერთი და თუ კი იყო ტკივილი უნდა დაედგინათ. როგორ უნდა დაედგინათ ტკივილი? უნდა გაეზომათ. რითი უნდა გაეზომათ? რომელიმე ტექნიკური საშუალებით, მაგალითად სახაზავით, ან სასწორით, ან საერთოდ ჭობრეთში უნდა შეეხედათ და მასე გაეზომათ. მაგრამ საერთოდ არაფერი ხომ არ გაუკეთებიათ. რატომ? იმიტომ რომ თვითონ გამომძიებლებმა, პროკურორებმა კანონი კი არ იციან, თავიანთი გაგებით მუშაობენ. გაგება ცალკეა, კანონი ცალკეა. კი ბატონო, ესე იგი ტკივილი არ გაუზომავთ და ტკივილი არის, რა არის ტკივილი? დაუდგენელი არის, საეჭვო არის, თუ კი საეჭვო არის, სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ ისაც საეჭვო არის, ის ყველაფერი არ ითვლება და ბრალდების მხარესაა. დაუშვათ და გაზომეს კიდევაც, მაგრამ რატომ არის ეს ტკივილი საერთოდ სისხლის სამართლის კოდექსში ასე ხაზგასმული? იცით რატომ? ტკივილი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. მაქსიმალურმა ტკივილმა შეიძლება ადამიანი შოკში ჩააგდოს. შოკმა შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება. გულის გაჩერებამ კი შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის დაღუპვა.
ზუსტად ამიტომ არის ტკივილზე გამახვილებული ყურადღება. ხო და გაუჩერდა გული მაგ პოლიციელს? არა, არ გაჩერებია, არაფერი არ მოხდია, ლოყაუწით და ძალიან კარგი. ზოგიერთებს ტკივილი ძალიან მოსწონთ, მაზოხისტები ვაფშე кайფობენ მაგისგან, რომ ტკივილი მიიღეს. ხო და გაარკვია კი ადვოკატმა, ის პოლიციელი არის თუ არა მაზოხისტი. არა, არ გაურკვევიათ. ახლა ზის წელიწადნახევარი ეს მზია ჟურნალისტი ქალი, ტუტუცი ქალი ციხეში იჯდეს მან. რატომ უნდა ეშინოდეთ პროკურორებს, გამომძიებლებს და პოლიციელებს ადვოკატის? იმიტომ რომ სისხლის სამართლის კოდექსში არის ორი მუხლი, რომელიც პირდაპირ ემუქრება მათ. პირველი მუხლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. მუხლი 156 უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლის სამართლიანი პასუხისმგებლობაში. ისეთ რა ღირს? ღირს 4-დან 7 წლამდე და განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება მუხლი 157 მაქსიმალურად ღირს 12 წლამდე. აი სად უნდა ეწვას კუდი პროკურორებს? აი მზია ამაღლობელი თუ დამაღლობელი არ მახსოვს უკვე მაგისი გვარი, მაგის პროკურორი დამნაშავეა. რატომ? განზრახ უკანონოდ აღძრა სისხლის სამართლის საქმე. რატომ? იმიტომ რომ მზიანი არ დაუმტკიცებიათ, ტკივილი არ დაუმტკიცებიათ, არ გაუზომიათ. ესაა და ეს. ის პროკურორი არის ბოროტმოქმედი, მაგია ჩასასმელი ციხეში. მე ახლა გაგიხსენე ძალიან პრიმიტიული კარტი. ხო და რა ხდება დღეს საქართველოს პრაქტიკაში? ძალიან მოდაში არის ოჯახური ძალადობაო. ოჯახური ძალადობაო და მაგ ოჯახურ ძალადობაში პირველი უკანონოდ შედიან ოჯახში, მეორე მამაკაცს უსწრაფად აპატიმრებენ, ეს უკვე კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. რატომ? დისკრიმინაცია სქესობრივი ნიშნით. მარტო ქალმა რო განაცხადოს, ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ საფუძველი არსებობს სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. მაგრამ რა შვება დღევანდელი პროკურატურა? ესენი არიან ბაჭრები. გირაო, მოკლედ სასამართლო პროკურატურა გადაქცეული არის ლომბარდად. კაც დაალომბარდებენ, სანამ ფულს არ გადაიხდის, კი არ გამოუშვებენ ციხიდან. ხო და ამიტომ გეტყვით ტერმინი strana nipugannych idiotov. ესენი დასაფორმატებელია და აუცილებლად სხვანაირად ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება. გმადლობთ.